საღამო მშვიდობის. ეთერშია საინფორმაციო გამოშვება GG News-ი. მე კი გადაცემის წამყვანი აკაკი სიჭინავა გაგაცნობთ კვირის სიახლეებს. პირველი მისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. GG გიმნაზიამ დღევანდელი დღესადმი მიზნულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო და პატარებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა დღევანდელი დღე. დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიზნულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს GG გიმნაზიის ახსაზრდელებმა. ასფალტზე ხატვის პროცესში როგორც GG სკოლამდელი ცენტრის, ასევე გიმნაზიის მოსწავლეები ჩაერთნენ და საზოგადოებას ბავშვობა თავიანთი ნახატებით კიდევ ერთხელ გაახსენეს. GG გიმნაზიის სახელით ჩავატარეთ ქალაქში პატარა მინი აქცია, მოვხატეთ ბავშვები და დღევანდელ დღეს ვილოცავ ყველა პატარას. ჩვენი ბავშვების სახელით ყველა მსოფლიოში ყველა პატარას ვილოცავ დღევანდელ დღეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1959 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, თუმცა ოფიციალურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება და მას ყოველი წლის 1 ივნისს ვზეიმობთ. წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ბავშვთა დღეს საზეიმო ვითარებაში აღნიშნა და გიმნაზიელების შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნო. ბავშვობა მშვენიერია. ამ სლოგანით შეუერთდა ბავშვთა საერთაშორისო დღეს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია და 1 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო. წმინდა გიორგის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა სამხატვრო გალერეაში გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები და ფართო აუდიტორიას მათი შემოქმედება ახლოდან გააცნეს. დღევანდელ დღეს ჩვენმა გიმნაზიელებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, თავიანთი ხელით შესრულებული ხატები, ლოცვანები და მოეწყობა გამოფენა გაყიდვა ამ ნამუშევრებისა. აქვს სპეციალურად მუსიკალური ნომრები, მხატვრული შემოქმედებითი ღონისძიება მთლიანად მთელი მოსწავლეების ჩართულობით ტარდება. სამხატვრო გალერეის წინ მოეწყო ასევე გიმნაზიელების მინი კონცერტი, სადაც პატარებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. GG გიმნაზიის მოსწავლეებმა სოციოლოგიურ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა. GG-ელებმა გიმნაზიის შესახებ სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ადამიანები გამოკითხეს. პროექტის სოციოლოგიური კვლევა ფარგლებში GG-ის მოსწავლეებმა სოციოლოგიურ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. გამოკითხვაში ჩართული მოსწავლეები კონკურსის გზით შეერჩნენ და ამ მიმართულებით რამდენიმე ტრენინგიც გაიარეს. გამოკითხვის მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრი შესწავლა გიმნაზია GG-ის შესახებ. ნორჩმა ინტერვიუერებმა გამოკითხეს სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ადამიანები. პროექტის მენეჯერი სოციოლოგი ქრისტინე გითოლენდია მიიჩნევს, რომ მსგავს აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია. GG გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესწავლად. საზოგადოების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში. ჩვენ GG-ის მოსწავლეები ვატარებთ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაგება GG-ის შესახებ. თავარი რაც ამ პროექტს განსხვავება გააჩნია, ეს არის რომ შესწავლა ხდება ჩვენი მოსწავლეების მიერ. სანამ ქუჩაში გამოვიდოდნენ, ჩვენმა მოსწავლეებმა სოციოლოგისგან მიიღეს ინსტრუქცია, ახსნა განმარტება თუ რას ემსახურება ეს გამოკითხვა, ზოგადად სოციოლოგია რას ნიშნავს და ფაქტიურად GG-ში ჩაატარეს თვითონ თანამშრომლების გამოკითხვა ექსპერიმენტის სახით. ამის შემდეგ თითოეულმა მიიღო გარკვეული შენიშვნა, შესწორება და უკვე დღეს გამოვიდნენ ქუჩაში. გამოკითხვის შედეგები პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დაჯამდება და ივნისის 1 რიცხვებში გამოქვეყნდება. შედეგების მიხედვით კი დაიგეგმება GG-ის განვითარებისა და საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიები. ისუნთქა თავისუფლად. ამ დევიზით შედგა შეხვედრა GG გიმნაზიის მოსწავლეებთან. GG გიმნაზია ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ექიმებმა ჯიჯის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექცია თემაზე ისუნთქე თავისუფლად. როგორც მედიკოსები განმარტავენ, თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი წამყვანი რისკ ფაქტორია მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში. სალექციო მასალაში იცავდა ინფორმაციას მოწევის გავრცელების, სავალალო ეპიდემიოლოგიის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ტოქსიკური ეფექტების შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციებს თამბაქოს მიღების შეწყვეტის თაობაზე. საექიმო პრაქტიკაში მწერლობის შესახებ ცოდნის შეფასებასა და ექიმის როლზე პრობლემის მოგვარების საქმეში. მოზარდებში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თამბაქოს მოხმარება, გადაწყდა რომ მოზარდებში, კერძოდ სკოლის მოსწავლეებში წამოგვეწყო მსგავსი აქტივობა, რომელსაც რეგულარული ხასიათი ექნება, რათა მათი ცნობიერება ავამახლოთ ამ კუთხით. ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობაზე, თავი დაეცვან ამ მავნით ჩვევისაგან. მინდა ყველას მოუწოდო, რომ არა მარტო ამ დღესთან დაკავშირებით, საერთოდ ყველასო, რამდენად მავნია გაითავისონ ადამიანებმა, რამდენად მავნი არის თამბაქოს ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობისათვის და არ ვავნოთ საკუთარ თავს, არ ვავნოთ გარშემო მყოფ და ყველაზე მეტად გაუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს და ჩვენი ამ ქმედებით როგორმე თავი შევიკავოთ და უთხრათ არა თამბაქოს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. ჯიჯის მოსწავლეებმა თემის ირგვლივ არაერთი კითხვა დასვეს. სტუმრებმა კი პრობლემით დაინტერესებულ მოზარდებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ლექცია 1 საათი გაგრძელდა. გასულ კვირას ჯიჯის ივენთოლში პროკურატურის მიერ ორგანიზებული ღონისძიება არა ძალადობას გაიმართა. კონკურსმა გამარჯვებული გუნდები და ნომინაციაზე წარდგენილი მონაწილეები გამოავლინა. გასულ კვირას ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზები ჯიჯის ივენთოლში ჩატარდა კონკურსი თემაზე ოჯახში ძალადობა. კონკურსში მონაწილეობდნენ ალექსანდრე ღურცკაიას გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე ზუგდიდის მეორე და ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები. თითოეული სკოლის შემოქმედებას კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ჯიჯიელებმა თავისუფალ ფორმატში ჩაატარეს პრეზენტაცია ოჯახური ძალადობის თემაზე. მათ ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზების შესახებ. ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებმა თემა რამდენიმე მიმართულებით გაშალეს და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურეს. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჯიჯიში დღეს გაიმართა კონკურსი თემაზე არა ძალადობას, არა დანაშაულს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც ჩხოროწყუს, ასევე ზუგდიდის საჯარო სკოლამ და თავად მასპინძელმა კერძო სკოლამ ჯიჯიმ. დღეს ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ მოусმინეთ სამივე წარმომადგენელს, ეს იყო მათი პერფორმანსი, მათი შემოქმედება იყო, როგორც მათ ესმოდათ და გაიგეს არა დანაშაულს, არა ძალადობას, წარმოგვიდგინეს ძალიან ლამაზი სანახაობა და არა მარტო ლამაზი სანახაობა, ეს იყო მესიჯი არა დანაშაულს და ემსახურებოდა დანაშაულის პრევენცია. ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის პირადად, სწორედ იმ მიზნის განხორციელება, რაც ემსახურება ზოგადად დანაშაულის პრევენციას და ეს განსაკუთრებით არასრულწლოვნების მხრიდან. ჯიჯი გიმნაზიამ უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც ჩაატარა ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკაზე. სხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა გიმნაზიელებმაც მიიღეს მონაწილეობა და წარადგინეს პრეზენტაცია. კვლევები დამტკიცებულია, რომ ძალადობრივ გარემოში ბავშვები სრულად ვერ ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და უფრო მეტიც ძალადობა შეიძლება დაავადებების, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხრივ საფუძველი გახდეს. ჯიჯიში ჩვენ ვქმნით იმ გარემოს, როცა ძალადობა გამორიცხულია, აქ ბავშვები ცდილობენ მაქსიმალურად კომფორტულ სიტუაციაში სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და თუნდაც ერთეული შემთხვევა იყოს ძალადობის, ამის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი, როგორც სასწავლებელში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში და უერთდებით ამ აქციას. კონკურსის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ჯიჯის მოსწავლეებმა ზუგდიდის სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს. მოსწავლე კითხვებს ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როლანდ მაკაცარიამ უპასუხა. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის ახლად შექმნილ მუზეუმს ჯიჯის მოსწავლეები გასულ კვირას ესტუმრნენ. მოსწავლეებს მუზეუმის დამფუძნებელმა და ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როლანდ მაკაცარიამ უმასპინძლა. მუზეუმში წარმოდგენილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდელთა მიერ მოპოვებული თასები, მედლები და დიპლომები, რომლებიც ამ სფეროში ადგილობრივთა წარმატებაზე მეტყველებს. ჯიჯის მოსწავლეები ნანახი დაინტერესდნენ და ფედერაციის პრეზიდენტს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართეს. რაც 10 წელი მიგროვებია, ყველაფერი გამოფინეთ აქ
და მინდა რომ ჩემმა ქალაქმა იცოდეს რა სიმდიდრე აქვს ზუგდიდს. აი რო უთხრა რომ ჯემალ ცესვაძე ვინ არისო ბევრმა არ იცის. ეს არის ევროპის ხელბურთის პელე წოდებული ჯემალ ცესვაძე, რომელიც ზუგდიდელია და ასეთი დონის შეფასება აქვს. ვიზიტის ბოლოს გამოითქვა სურვილი, რომ ქალაქის სპორტულ ისტორიას კუთხე ჯიჯის სასკოლო მუზეუმშიც დაეთმოს. ჯიჯი ნიუსი დღეს ამით გემშვიდობებათ. ჩვენ მომავალ კვირაში ვხვდებით. ნახვამდის.